კიბე აიული და სითფო, სურნელს აბნევს ვარდ ნაკრეფი თოვა. მეგობაროს სამუდამო დღეთა გამარჯვება ჩვენთანაც ხომ მოვა. საღამოთა მიმოგრეხილ გზებზე, ამოტვიფრავს სახელს შენსას სული, რომ არასდროს დაივიწყოს მანაც, სიყვარული უსასრულოდ სრული. მოგესალმებით, მე ირინე ტორონჯაძე ვარ და დღევანდელ პოდკასტში გიამბობთ ჩემი ლექსების ამბავს. არავინ არ იცის, უბრალოდ ფართო საზოგადოებამ არ იცის, რომ მე წერდი ლექსებს 14 წლის ასაკიდან 28 წლამდე. ესე აქტიურად, ყოველდღიურად წერდი ლექსებს. გავაკეთე კრებულიც ძიმეა საფუძველი მსუბუქისა. ეს უკვე 2010 წელს. ანუ 14 წლის თავზე ჩემი ყოველდღიური ლექსებით წერის. მინდა გითხრათ კონტექსტი რა იყო და როგორ იყო. იმ პერიოდში, როდესაც მე დავიწყე ლექსებს წერს, წარმოგიდგენთ 14 წლის ვარ, გარდატეხის ასაკია, 90-იანი წლებია და ომია, შიდა დაბერ სამოქალაქო ომია, აფხაზეთის ომის პერიოდია. ძალიან რთული და სტრესული მდგომარეობა. ეს ის პერიოდია ახალგაზრდა მოზარდისთვის, როცა წესით უნდა ერთობოდე, ვითარდებოდე, თამაშობდე, სწავლობდე და ასე შემდეგ. თუმცა აი ეს მძიმე ფონი, რაც იყო უშუქობა, უგაზობა, ასე შემდეგ და პლუს ეს დაძაბულობა და რეალური საფრთხე, რაც იდგა ქვეყანაში, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ამანაც მოახდინა ჩემზე გავლენა, რომ მე შევიქმნი ჩემი სამყარო, ჩემი თვითგადარჩენის რაღაც წიაღი, სადაც, ასე ვთქვათ, ბოლომდე ჩაფლული ვიყავი პოეზიაში და ეს იყო ჩემთვის აი რაღაცა განცალკევების და მართლაც გადარჩენის ადგილი, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. ჩემს ოთახში დავждდებოდი ხოლმე, არ ვიცი, ის პერიოდი, რასაც ვიხსენებ, სულ იყო ჩემი, ესე ვთქვათ, მეგობრობა და ჩემი სამეგობრო, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიური სივრცე იყო ესენინი, ბლოკი, მანდელშტამი, ახმატოვა, ცვიტაევა, ძალიან მიყვარდა მე-19 საუკუნის და ეხლაც მეყვარს რუსული პოეზია. პოეზია ძალიან გაცილებით უფრო მიზიდავდა და ძალიან ახლოს იყო ჩემს, ასე ვთქვათ, სულიერ თავგადასავალთან, ხო? ნუ ახლა პუშკინი, ლერმონტოვი თავისთავად კლასიკაა და ყველამით ჩამოთვალე კლასიკაა, რა თქმა უნდა. ქართული პოეზია, გალაქტიონი, ვლადო ასათიანი განსაკუთრებულად და არ ვიცი, ალბათ იმდენს ვკითხულობდი, რომ უკვე ზეპირად მეზეპირებინებოდა ეს ლექსები, იმიტომ რომ მე არასდროს არ დამიზეპირებია რაღაც ლექსი. თავისთავად მახსოვდებოდა, იმდენჯერ წავიკითხავდი. ანუ ეს გავლენები, რა თქმა უნდა, ეს ხდება, ესე იგი, ყოველდღიურ რეჟიმში, სკოლიდან მოსული არ ვიყავი ხოლმე, რომ დავждდებოდი და სკოლიდან მოვიდოდი თუ არა, დავждდებოდი და ჩემ კუთხეში ვიწყებდი კითხვას ამ ლექსების და შემდეგ წერას. ეხლა რატო ყვები ამას, რომ ესეთი, ესე ვთქვათ, ჩართულობა და აი ესეთი სისტემატიური შემხებლობა აი ტექსტებთან, პოეზიასთან თავის გავლენას ახდენს, თუმცა მგონია, რომ და ალბათ ასეც არის, რომ რაღაც მიდრეკილება მქონდა თავისთავად ლექსის წერისადმი, ზოგადად სიტყვა და სიტყვასთან ურთიერთობა ჩემთვის შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის ეს მორგებული და ძლიერი მხარეა და კარგად ვგრძნობ სიტყვას. და ეს ბავშვობიდან ასე იყო, აი მოზარდობის ასაკში მით უმეტეს. ასე რომ აი ეს მომენტი, რომ დავიწყე წერა, აი ჩემი რაღაც არაბავშვური, არამოზარდული ტკივილების და დარდების ფურცელზე გადმოტანა, მიგზეინე, რომ ძალიან დიდი შვება მომცა ამან და ეს ჩემი მეგობრობა ვახსენე და მართლა რაღაცა დროის გასატარებელი და სასიამოვნო სივრცე ზუსტად ეს იყო. დიდად არსად არ დავდიოდი, არ ვერთობოდი, როგორც გითხარით, სიტუაციას არ უწყობდა ამას ხელს და ეს გავატარე ძალიან
დიდი პერიოდი. თუმცა რაც ყველაზე მეტად ალბათ ხელს უწყობდა იმას, რომ მე დაუოკებელი ჟინი მქონდა წერის, იყო ის, რომ გარეგნულად ჩემი, ასე ვთქვათ, ცხოვრების ხაზი თითქოს სხვა ადამიანის ცხოვრების ხაზს მიყვებოდა. რას გულისხმობ, რომ დავამთავრე სკოლა, გადავწყვიტე და ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში, ანუ კი, ყველა საგნები მეტნაკლებად კარგად გამომდიოდა და ძალიან წარჩინებითაც ჩავაბარე, თუმცა ეს არ იყო ჩემი სულის გამოძახილი და ჩემი ფსიქოლოგიური დაკვეთა და ჩემი მოწოდება. ეს იყო რაღაც, აი ესე უნდა გააკეთო. შემდეგ დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი, ანუ წლები მემატება უკვე 22 წლის ვარ, 23-ის ხო? და ამასობაში ჩემი შინაგანი ცხოვრება და შინაგანი თავგადასავალი საერთოდ სხვაგან არის. ვარ ჩაფლული ლექსებში, პოეზიაში, ფიქრობ, შემდეგ გაგაცნობთ რამოდენიმე ჩემს ლექს აუცილებლად და ძირითადად ჩემი ლექსები არის რაღაც ეგზისტენციალურ ძიებაზე, ცხოვრების საზრისზე, გზაზე, რომელიც სულ მეორდება, სულ რაღაცას ვეძიები და ეს რეალურ ცხოვრებაში რაღაცა არ ითარგმნებოდა იმ გაგებით, რომ სხვა ტიპის ცხოვრებას ვეწეოდი, რაღაც აკადემიურ ხაზს მივყვებოდი და შინაგანად სხვა ორომტრიალი იყო ჩემში. ალბათ ამიტომაც რაღაც ასაკში, უკვე 27-28 წლის ვარ, როდესაც როგორც დიაყოლბა იტყო და როდესაც დგება სულის დიდი ღამე და მართლაც ასე მოხდა. მე არ უნდა ამას დავარქვა ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან დეპრესია, იმიტომ რომ მართლაც ეს იყო რაღაც სულის დიდი ღამე, რომელიც არის შემდეგ რაცაც მივხვდი, დიდი შესაძლებლობა, რომ ავთენტური და ნამდვილი გახდე, რომ მიხვდე სიამოვნებაში ვინ ხარ და ის რომ საკუთარი ემოციების დათრგუნვა არც ღირს და არც შეიძლება. და რომ სიცოცხლე გვაქვს მოცემული იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი თავი და თითოეულ ჩვენს გვაქვს მისია და გვაქვს მოწოდება და ჩვენი ემოციები ყველაზე ახლოს არის ამ მისიასთან და ყველაზე ზუსტად კარნახობენ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და რისთვის უნდა გავაკეთოთ. აი ზუსტად ეს პერიოდი იყო, როდესაც ეთყობა აი იმდენად დაგროვდა ეს ჩემი გარეგანი გამოხატულება, რომ რაღაცა შემდეგ დავამთავრე სამედიცინო, დავიწყე მუშაობა ჯანმრთელობის დაზღვევაში, საერთოდ სხვა გზას ვეწევი და შიგნით სხვა რამე ხდება, ეს იმდენად დაგროვდა და იმდენად დიდი აცთენა მოხდა, რომ ზუსტად ამიტომაც ჩემი ახლანდელი ანალიზი და გადმოსახედიდან მოხდა ეს რაღაცნაირი დეპრესიული ეპიზოდი. სხვა შორის ეხლაც ხო ზაფხულია და ივლისია და ივლისი იყო, ეს არის მე ვამბობ ეს 15 წლის წინ ხდება, 2010 წელია და აი ესე დადარდიანებული და დეპრესიულებული ეს სულის დიდი ღამე, ეს რაღაც მთელი განცდების სიმძიმე და მაშინ ვერც აღვიქვი რა და როგორ იმ პირველ დღეებში, რომ რატო რა მომძიმებს ესე, თუმცა აი ეს პერიოდი მართლაც აღმოჩნდა ჩემთვის შესაძლებლობა, რომ მივხვდარიყავი, რომ მე ჩემი ემოციები სხვა ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ემოციები ითხოვს გარეთ გამოსვლას და ითხოვს სინამდვილეს, რომ მე ჩემში არის ის ადამიანი, რომელიც სხვანაირია, რომელიც უბრალოდ კარგი დიპლომით და კარგი პრესტიჟული პროფესიით ვერ დაკმაყოფილდა, ბევრი სხვა რამე აქვს სათქმელი. და აი ამ რაღაც თვე-ნახევრის განმავლობაში, როდესაც აი ესეთი კათარზისის პერიოდი მქონდა, მე მივხვდი, რომ ის ლექსები, რასაც მე 14 წლის ასაკიდან ყოველდღიურად ვწერ, ეს ლექსები ითხოვს დღის-შუქს. მოფერილო ჩემო, აშოლტილო წაბლად და გაცდინო როგორ გაგიტაცო მზად ვარ. მოწყენილო თვალო, ცრემლ ნაკვალევს ვხედავ. ნუ თუ შენთან ახლოს დაივანა სევდამ, მზეს უმზერდა გული, როგორც ყვავილ ნექტარს, დათაფლულო დილავ, სანატრელო დედავ. და არა იმიტომ, რომ უბრალოდ კრებული გავაკეთო და
ეს დავარქვა რომ რაღაც კრებული შევკარი, არამედ იმიტომ რომ გაზიარებას ითხოვს, იმიტომ რომ ჩემი ავთენტურობის თვითრეალიზაცია უნდა მოხდეს. და სწორედ მაშინ გადავწყვიტე რომ სანამ გადავდგამდი ამ ნაბიჯს დავუკავშირდი ჩემს არ ვიცი მენტორს აი ხო რომ კითხოს მე ვინ არის თანამედროვე და ნამდვილი ბრძენი ვიტყვი რომ ნანა ჩაჩუა და არა მარტო მე ვიტყვი ბევრი იტყვის და მაშინ მით უმეტეს ძალიან აქტიურად ჩანდა ხოლმე ქალბატონი ნანა ატარებდა ლექციებს ტელევიზიითაც ჰქონდა გამოსვლები კერძო სექტორშიც და მე ასე ვთქვათ შევძელი რომ მას დავკავშირებოდი და შევხვდი ქალბატონმა ნანამ ძალიან დიდი ბიძგი მომცა და რომ წაიკითხა მახსოვს ეს სიტყვები რომ ეს არის პოეზია ესე თქვა და რაღაც იმდენად გულწრფელი იყო რომ ჩემთვის აი საყრდენი წერტილი აღმოჩნდა მისი ეს სიტყვები თვითონ ქალბატონმა ნანამ მოიფიქრა ამ კრებულის სათაური მძიმეა საფუძველი მსუბუქისა ეს არის აღმოსავლური სიბრძნე და ძალიან საინტერესო ალბათ ცალკე განხილვას მოითხოვს რას ნიშნავს მძიმეა საფუძველი მსუბუქისა და ქალბატონი ნანას ინიციატივით დავარქვი ამ კრებულს ესეთი სათაური გამოვეცით წარდგენა იყო ნანა ჩაჩუამ წარადგინა ლევან გიგინეიშვილმა ვიწრო წრეში იყო თუმცა გაშუქდა კიდევაც საფუძველი მსუბუქისა ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში შედგა ირინა ტორონჯაძის ავტორო გამოცემა 3 ციკლადაა დაყოფილი და მასში 45 ლექსია შესული პოეტის პირველ კრებულში 12 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრებია თავმოყრილი საპრეზენტაციო დარბაზში ფოტოხელოვნების ნამუშევრებიც იყო გამოფენილი კრებულის შეძენა პოეზიის მოყვარულებს წიგნის სახში შეეძლებათ დაყოფილია 3 ციკლად. ეს არის საკუთრივ მძიმეა საფუძველი მსუბუქისა, იპოვა გზა ერთადერთი და გვირილები. მთავარი თემატიკა არის თავისუფლება, რომელიც მთავარ ხაზად ასე თქვა გაზდევს თელს წიგნს და თვითონ მძიმეა საფუძველი მსუბუქისა არის სიმბოლო, ამსახველი თავისუფლება. გაზიარება უკვე არის მიზანი და უკვე არის ბედნიერების ძალიან დიდი შემადგენელი წილი. იმიტომ რომ ადამიანები ვართ შემოქმედებითი არსებები, რომელთათვისაც განუზომლად მნიშვნელოვანია გაზიარება და თანაზიარი ადამიანების პოვნა. როცა ირინას შევხვდი, ძალიან ადრეულ პერიოდში იყო საკმაოდ და შეიძლება ითქვას, რომ თინეიჯერი ირინა იყო. და როცა ლაპარაკობდა ძალიან ესეთი ფაქიზი რაღაც სათუთი სულიერობის გამოხატულებით. და ირინას ოჯახი, მშობლები და მთელი ოჯახი არიან მათემატიკოსები. მათემატიკოსები მე პირადად არ გამიკვირდება, ასე მოგახსენეთ, რომ მათემატიკა, პოეზია, მათემატიკაშია პოეზია. აბა ერთი კითხეთ პითაგორას, რას გეტყვით, როგორი არის რიცხვთა ურთიერთგანლაგება და როგორია გეომეტრიული ფიგურების და მისი რიცხვთა მისტიკას, აბა ნახეთ როგორი არის პითაგორასთან, ხო? და მე პირადად აი ლოგარითმი, ხო? ლოგარითმი არის პოეზია, პირდაპირ პოეზია. თავისი ფორმით, თავისი შინაარსით, თავისი საძიებელი საგნითაც ხარისხის მაჩვენებელს ეძებს. აგანა ეს არაა პოეზიაში მიგნებული ხარისხის მაჩვენებელი. არა ძალიან დიდი რამა. ყველაფერი ძალიან დიდებულია ამ სამყაროში. და ეს საუბრის დროს ერთხელ ირინამ თქვა, რომ იცით, მე მათემატიკაზე ვსაუბრობდი ოჯახზე რაღაც ისეთი და მე მოგძალებულად ისე მე ლექსებს წერო. ჯერ მითხრა მიყვარს, უი რა კარგია, ავტაცებაში მოვედი. მე სხვადასხვა აი ეს რუსთაველის ის სტროფები
მაშინ მახსოვს ძალიან კარგად და ველაპარაკე პოეზიაზე და რას ნიშნავს რომ აი პოეზია რატომაა სიბრძნის ერთ-ერთი დარგი რატომაა საფრთხოდ გასაგონი რას ნიშნავს მსმენელთათვის დიდი მარგი რა არის ეს ყველაფერი და აი მე რომ ამჟღავნა ეს შეიძლება ითქვას რომ აი გამოცრა რაღაცნაირად აი ერთი მანახო მეთქი წამაკითხე მომიტან მე მაჩვენებ თქო კიო მე ვარ მიჩვეული ამას ჩოვლია ეს ჩემთვის რომ ხშირად უთქვამთ წერ და აი ესეთი ლექსები მოუტანიათ ან ისეთი პროზაული რაღაც უჩვენებიათ რომ უბრალოდ სურვილი მეტი იყო ვიდრე იქ გამჟღავნებული გადმოცემული ის რაც უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში ჭეშმარიტი პოეზია იყო და კიდევაც ვთქვი ეს პოეზია ჩვენ საუბრობდით მაშინ ესეთ საკითხებზე რომ აი რა სირთულეები რომელიც ჩვენ გვხვდება ცხოვრებაში მას რა მოყვება შედეგად ხო აი ეს შედეგად ყოველთვის არის რომ ყოველი სირთულის გადალახვა ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ და ისე მძიმედ არ იყოს წარმოთქმული ყოველი ტკივილის გადალახვა ერთგვარი ტანჯვაც უწოდოთ კი ბატონო უწოდოთ ამას ტანჯვა აი იმის შემდეგ არის ის დიდი სიმაღლე ის დიდი სულიერობა რომელსაც ქვია უსარმას არის სიხარული სხვათა შორის აი ერიხ ფრომი ამბობდა ასეთ რამეს რომ ერთადერთი მწუხარება რელიგიური მწუხარება რომელსაც სიხარული მოაქვს აი ეს არის ცხოვრების ენა შენ გადალახავ მას გადაივლი მას გადაივლი ისე კი არა რომ გვერდს აუვლი არა დადგები პირისპირ ზუსტად ისე როგორც პოეტურად დიდმა მათემატიკოსმა ფილოსოფოსმა დეკარტემ თქვა ასე დაუდგები პირისპირ ახლა ჩვენ ორზე დგასო სამყარო საქმე მე და შენ ამას ქვია ტანჯვის მიღება და გადალახვა და ყოველი ამ ტანჯვის შემდეგ იმაზე მეტი ხარ ვიდრე მანამდე იყავი და ეს გზრდის შენ და ამაზე რომ ლაპარაკობდით მაშინ გამახსენდა აღმოსავლური შეგონება დიდებული შეგონება ძიმია საფუძველი მსუბუქისა დიახ ძიმია საფუძველი მსუბუქისა ნუ შეგეშინდება თავს სიმძიმეს რადგან ამაში პოეზიაცა ამ სიმძიმეში აბა ნახეთ გურამიშვილის პოეზია აბა ნახეთ გალაქტიონის ლექსები ნახეთ ნებისმიერ დიდი პოეტები ამ ტკივილებზე არიან ამაღლებული ხო ჩვენ სამჩვენი სატკივარით რომელიც სიხარულად ჰარმონიად ამოვა გადმოვა ლექსებად გადმოვა სიყვარულად და აი აქ არის აფროდიტესა და არესის შერწყვა რაც მტრობას დაუქცევია სიყვარულს უშენებია აი ირინას ერთი ლექსი კიბე აივლიდა სითბო სურნელს აბნევს ვარდ ნაკრეფი თოვა მეგობარო სამუდამო დღეთა გამარჯვება ჩვენთანაც ხომ მოვა საღამოთა მიმოგრეხილ გზებზე ამოტვიფრავ სახელს შენსა სული რომ არასდროს დაივიწყოს მანაც სიყვარული
უსასრულოდ სრული. ამის შემდეგ როგორ ვეტყოდი ან რაიმე სხვაზე მე აღარ მელაპარაკია, რაზე ვეტყოდი, რას ვეტყოდი მას, არაფერი არ მეთქვამს, როცა ეს ლექსი წავიკითხე. გავჩუმდი და ვთხარ, ეს ირინა პოეზია. შენი ოჯახის მათემატიკოსების გვერდით შენც ხარ ის დიდი მათემატიკოსი, რომელიც პოეზიად ლაპარაკობს. აი ეს იყო ის ჩემი დიდი აღმოჩენა და გავიდა დრო გარკვეული და მოდის ჩემთან ირინა დამშვენებული თავისი პირველი წიგნით, რომელსაც ქვია ციმია საფუძველი სუბუქისა. და მე მინდა რომ მადლობა უთხრა მას იმ სიმძიმის სიმსუბუქით შემოტანისა, რომელსაც ცხოვრება ქვია. ეს ცხოვრება სიმძიმეს როცა ატარებ, ის უკვე მსუბუქი. და ის, რომელიც შემდეგ გადმოიცემა განცდებით, ის უკვე პოეზია და პოეზია საღვთოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი. ალბათონი მანანას უსაყვარლესი ლექსი, ირინას ლექსი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ვიცი რომ ყველას ძალიან შეუყვარდება. მოფერილო ჩემო აშოლტილო წავლად დაგაცადილო როგორ გაგიტაცო მზადვარ მოწყენილო თვალო ცრემ ნაკვალევს ხედავ ნუ თუ შენთან ახლოს დაივანა სევდა მზეს უმზერდა გული როგორც ყვავილ ნექტარს დათაფლულო დილავ სანატრელო დედავ